ყოველდღიურად უამრავ ავტომობილის ლოგოს ვაწყდებით. BMW-ს პროპელერი, Mercedes-ის ტანგა, Ferrari-ს ცხენი, Porsche-ს ცხენი. დავფიქრებოდ ვარ თოდეს რას ნიშნავს, რა სიმბოლიკა იმალება ამათ უკან? იქნებ რაიმე ფარული მესიჯი არის. ან სულაც არაფერსაც არ ნიშნავს, მოეწონათ და დაახატეს. კი, ასეც არის და ისეც არის. ამიტომ მოემზადეთ, დასხიდით, დაისხი ჩაი, დაისხი ყავა, რას თქვენ სიამოვნებად და ჩაუშვდეთ სპეციალურად თქვენთვის მოვქიქე ყველა ავტომწარმოებლის თითქმის ყველა ავტომწარმოებლის ლოგოს ისტორია და შევაჯამე ამ ერთ პატარა ვიდეოში. ყველასათვის ნაცნობი BMW-ს ლოგო, რომელიც დიდი ან პატარიანად ყველა მიცის, რომ თვითონ BMW-ს ლოგო თვითმფრინავის პროპელერია, ვინაიდან ისინი ატრევ თვითმფრინავის ძრავებს აწარმოებდნენ. ნაწილობრივ მართლები არიან იმაში, რომ მართლაც თვითმფრინავის ძრავებს აწარმოებდნენ, მაგრამ ეს ლოგო თვითმფრინავის პროპელერს არ აღნიშნავს. სინამდვილეში ჭადრაკისებურად დალაგებული ლურჯი და თეთრი ფერები აღებულია ბავარიის გერბიდან, სადაც BMW არის დაარსებული და სადაც სათავო ოფისი აქვს. თუმცა ფერთა წყობა შეცვლილია, ვინაიდან გერმანიის კანონმდებლობით აკრძალულია ეროვნული ჰერალდიკის კერძო სიმბოლოებში გამოყენება. ასევე თავიდან BMW-ს როცა მართლაც თვითმფრინავის ძრავებს აწარმოებდა, რა მოტორსი ერქვა და ლოგოთ ჰქონდა ჭადრაკის ცხენი. ბავარიის დროშაზე შეამჩნევდით, რომ უჯრედები დახატულია რომბისებურად, ხოლო BMW-ს ლოგოზე ისინი მართკუთხოვანია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჭადრაკის ცხენი ეხატათ მათ ლოგოზე და დაიტოვეს ეს სიმბოლიკა ჭადრაკიდან. Mercedes-Benz-ის ლოგო თურმე შედგება ორი ლოგოს გაერთიანებისგან. ეს არის Benz-ის ლოგო, რომელიც იყო წრე და Daimler-ის სამქიმიანი ვარსკვლავი, სადაც თითოეული ქიმი მიუთითებს სამი სტიქიისკენ. ეს არის მიწა, ცა, წყალი და აღნიშნავდა იმას, რომ Daimler-ს სურდა სამივე სატრანსპორტო საშუალების წარმოება. საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო. ბარემ BMW და Mercedes-ით დავიწყეთ და აუცილებლად უნდა შევეხოთ მათ შვილობილ კომპანიებს Alpina-ს და AMG-ს. Alpina-ს ლოგოზე გამოსახულია ათძელნი დროსელები და კალენდარი. ძალიან მაგარია. AMG-ს ლოგოც მსგავსია, სადაც მარცხენა მხარეს გამოსახულია გამანაწილებელი ლილვი, რომელიც საქართველოში ცნობილია როგორც რასფრედვალი, კლაპანი და ზამბარა. ხოლო მარცხენა მხარეს აფალტერბახის გერბია, სადაც AMG-ს სათავო ოფისი მდებარეობს. კიდევ ერთი გერმანული მწარმოებლის Porsche-ს ლოგოზე მინდა ვისაუბრო. Porsche-ს ლოგოზე გამოსახულია ცხენი. ცხენი ყოფილა ქალაქ შტუტგარტის გერბი. თვითონ სიტყვა შტუტგარტენ ძველ გერმანულად ნიშნავს ცხენების ფერმას. როგორც ირკვევა, ქალაქი შტუტგარტი ცნობილი ყოფილა მეცხენოსნოებით. ხოლო ირმის რქები და ზოლები აღებულია ვერტენბერგის ოლქის გერბიდან, სადაც ქალაქი შტუტგარტია დაარსებული. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი Porsche-ს ლოგოზე ის არის, რომ GT3 RS მოდელებზე მეტალის ნაცვლად სტიკერის ლოგოებია დატანილი. ვინაიდან GT3 RS-ი სარბოლო მოდელი ყოფილა, სწორნის შემცირების მიზნით მათ სტიკერები გამოიყენეს. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი Porsche-ს ლოგოს შესახებ ყოფილა ის, რომ საბურავებზე მისი ლოგოს წვეტიანი მხარე ქართული რეგლამენტის თანახმად ყოველთვის იყურება პიკის მხარეს. ამიტომ, როდესაც ნახმარ Porsche-ს იყიდით, მეორაც დააკვირდით, თუ ლოგოს წვეტიანი მხარე არ უყურებს პიკას, ესე იგი Porsche-ს ცენტრში არ შეუცვლიათ საბურავები. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ Ferrari-ს ცხენი ძალიან გავს Porsche-ს ცხენს. როგორც ირკვევა Enzo Ferrari, ეს ცხენი გადმოიღო იტალიელი მფრინავის Francesco Baracca-ს თვითმფრინავიდან. თავის მხრივ კი Francesco Baracca-მ ეს ცხენი დაახატა იმიტომ, რომ საჰაერო ბრძოლების დროს მისი ერთ-ერთი დიდესი მოწინააღმდეგე იყო ერთი გერმანელი მფრინავი, რომელსაც ეს ცხენი ეხატა და დიახ, ის შტუტგარტიდან იყო. როდესაც ფრანჩესკომ ეს მფრინავი ჩამოაგდო, მის საპატივსაცემლოდ, ანუ მოწინააღმდეგე კი იყო, მაგრამ პატივსცემდა, იმიტომ რომ ისიც ძალიან მაგარი იყო. მის საპატივსაცემლოდ ეს ცხენი დაახატა. მოგვიანებით კი ფრანჩესკოს დედამ ენცოს ურჩია, რომ აიო, ჩემ შვილს ესე თვითმფრინავზე ეხატაო ესო და იღბლის მომტანი იყაო და შენცო, რავი, დაახატეო, იღბლიანი იქნებიო ხო და ყველადაც არ დაუხატია, ძალიან ბევრი ჟბოლა მოიგო Ferrari და ერთ-ერთ წარმატებულ ბრენდად იქცა მას შემდეგ. Ferrari-ს დაუძინებელი კონკურენტის Lamborghini-ს ლოგოზე ხარია გამოსახული. ბევრს გონია, რომ ხარი იმიტომ ახატია, რომ Lambo-ს დამაარსებელი Ferruccio Lamborghini ზოდიაქოთი კურო იყო. მაგრამ არა, Ferruccio Lamborghini-ს უბრალოდ ძალიან მოსწონდა ხარების ბრძოლები, ეს ესპანური კორიდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხარიც ამიტომ დაახატა.
აი Lamborghini-ის ლოგო სანამ Ferruccio მოინახულებდა ხარების ბრძოლებს და აი Lamborghini-ის ლოგო ამის შემდეგ. ხოლო Lambo-s მოდელების სახელებიც ამ ცნობილი ხარებიდანაა აღებული. Diablo, Aventador, Miura, Huracan, Murcielago და ასე შემდეგ. Ford-ის ლოგო, როგორც იყვება, თურმე მისი დამაარსებლის Henry Ford-ის ხელმოწერაზეა დაფუძნებული. მათ ეს ოვალური ლურჯში ლოგო შემოიღეს 1927 წელს და მას შემდეგ დიდად არ შეუცვლიათ. Ford-ისგან განსხვავებით Mazda-მ თავისი ლოგო არაერთხელ გამოცვალა და ძალიან საინტერესოა, რომ 1931-დან 1934 წლამდე მას ლოგო კომბინირებული ჰქონდა Mitsubishi 3 ბრილიანტთან. დიახ. დღეს კი მათი ლოგო Mazda-ს პირველ ასოს M-ს გამოხატავს, რომელიც cheat-ს გავს. ანუ მესუთოლია მეგონა და თურმე M-ი ყოფილა. გაფრენილი M-ი. Suzuki-ის ლოგო, რომელიც დღეს უბრალოდ Suzuki-ია. თავიდან ერთ პერიოდი ძალიან საინტერესო ორი ჩიტისგან. ჩიტი ისეჟღერს. ორი არწივისგან შემდგარი ლოგო იყო, რომელიც ერთად 100 S-ს ქმნიდნენ. ზოგი ლოგო უბრალოდ რაღაც გაუგებრობას წარმოადგენს. მაგალითისთვის ავიღოთ Kia-ს უახლესი ლოგო, რომელშიც მათი ოფიციალური ვებსაიტის განცხადებით ერთმანეთს ერწყმის სიმეტრია და მომავლისკენ სწრაფვა და ხელმოწერას წააგავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე რო უყურებ კნს ვხედავ. არ ვიცი კნ რას ნიშნავს. Smart-ის ლოგოში ვხედავთ ინგლისურ C-ს, რომელიც კომპაქტურობის, ანუ C კომპაქტურობის აღნიშნულია და ეს ყვითელი კიდევ ის არის ყოფილა, რომელიც წინსწრაფვას აღნიშნავს. Lexus-ის ლოგო მათი ავტომობილების აეროდინამიკურობასა და მომავლისკენ სწრაფვას აღნიშნავს და მათი განცხადებით ზუსტი მათემატიკური ფორმულით არის დარენდერებული. მე კიდე ყოველთვის ელი მეკონა Lexus ლოსკავს. Lotus-ის ლოგოზე ალბათ ბევრ შეგიმჩნევიათ ეს ასოები, რომლებიც თურმე როგორც ირკვევა, მისი დამაარსებლის Anthony Colin Bruce Chapman-ის ინიციალები ყოფილა. არადა თავის ბიზნეს პარტნიორებს Allen და Nigel Allen-ებს უთხრა, რომ A და B ნიშნავსო Allen Brothers-ო, ანუ ძმები Allen-ებიო. მოატყუა. ბარემ სხვების მოტყუებაზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა შევეხოთ Rolls-Royce, რომელსაც ორი ლოგო აქვს. RR-ი, რა თქმა უნდა, RR-ი Rolls-Royce-ის თემაში და მეორე, რომელსაც ექსტაზის სული ეწოდება. ექსტაზის სული დასაბამს 1909 წელს იღებს, როდესაც Rolls-Royce-ის მფლობელმა Baron John Walter Edward Douglas Scott Montague მოკლედ Baron John Walter Edgar Douglas Scott Montague თავის მეგობარ მოქანდაკეს Charles Sykes თხოვა რაიმე მასკოტი შექმენი ჩემი ბრენდისთვისო. ხო და ამ Charles Sykes-მაც ბევრი ცოტა იფიქრა, გამოაქანდაკა ქალის ქანდაკება, რომლის მოდელად გამოიყონა Baron John Edward Douglas Scott Montague-ს საყვარელი და მისი არალეგიტიმური შვილის დედა. მაგრამ ეს საიდუმლო დარჩა. ხო და ამის შემდეგ ყველა Rolls-Royce-ზე ამ Baron John Edward Douglas Scott Montague-ს საყვარელი არის გამოსახული. ისე რომ თავად Baron John Douglas-ი მოკლედ Baron-მა არ იცოდა. შეიძლება იფიქროთ, რომ ამ ქანდაკებას ფრთები აქვს, მაგრამ სინამდვილეში ტანსაცმელია, რომელიც ქარში ფარფატებს. და არა ფრთები არ ყოფილა. ფრთებზე გამახსენდა ფრთიანი ლოგოები პოპულარული გახდა Art Deco-s პერიოდში, რომელიც 1920 წლიდან 1930 წლამდე იყო, აი ეს 10 წლიანი მოდა იყო და ეს Art Deco იყო რაღაცა სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლიზმის შერწყმა, ხო და ეს ფრთებიც ამას აღნიშნავდა და ის ავტომწარმოებლები, რომელსაც უნდათ სიმდიდრესთან და ფუფუნებასთან ყოფილიყვნენ ასოცირებულები, აქტიურად ყველაფერს მოკლედ ფრთები შეასხეს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ Art Deco-s მოდა ძალიან მალე გადავიდა მოდიდან, ფრთების ელემენტები ძალიან ბევრ ავტომწარმოებელმა დაიტოვა თავის ლოგოში. როგორც არის Bentley, Mini, Aston Martin, Morgan, Chrysler. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე უცნაური ფრთებიანი სიმბოლო მაინც Skoda-სია, რომელსაც რაღაცა სამწვერიანი ფრთა ახატია თვალით
და ისრით. შკოდას დამაარსებელს ემილ შკოდას ძალიან მოსწონდა ამერიკელი ინდიელების თავსაბურავები და როგორც ჩანს ეს ლოგოს დიზაინიც სწორედ აქედან აიღო. პონტიაკსაც ამერიკელი ინდიელებისგან აქვს ლოგო აღებული, თუმცა დასაბამიდან დღემდე იმდენჯერ შეიცვალა, რომ დიდად აღარ ეტყობა. თუმცა თავიდან როცა დაარსდა, მის ლოგოზე ინდიელი ბელადი იყო გამოსახული და სიტყვა პონტიაკიც ერთ-ერთი ინდიელი ბელადის სახელი ყოფილა და მის საპატივსაცემლოდ დაერქვა ამ ბრენდს სახელი. ლანჩია, რომელიც იტალიურად შუბს ნიშნავს, თავის დროზე ლოგოზე გამოსახული ჰქონდა შუბი, რა თქმა უნდა, და ფარი. რამოდენიმეჯერ დიზაინი შეიცვალა, უბრალოდ გამინიმალისტურდა მისი დიზაინი და ეხლა თუ დავაკვირდებით, წრე და ჯოხია შემორჩენილი, რომელიც იდეაში შუბს და ფარს ნიშნავს. მასერატის ლოგო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, თურმე სამკაპი ყოფილა, მე ყოველთვის გვირგვინი მეგონა. ალბათ ბევრს. დღემდე გვირგვინი გონია, მაგრამ არა, თურმე სამკაპი ყოფილა და მარიო მასერატის, რომელიც არის მასერატის დამაარსებელი, იტალიელებს უყვართ სხვადასხვა თავიანთი გვარების მიცემა. მარიო მასერატის ოჯახის მეგობარმა ურჩია, რომ ლოგოდ გამოეყენებინა სამკაპი, ვინაიდან სამკაპი იყო რომაელი გლადიატორების საბრძოლო იარაღი და იგი ასევე წარმოადგენდა რომაული ცრუღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუღმერთი. მოკლედ რომაული ღმერთის ნეპტუნის იარაღსაც. ტესლას ლოგო, რომელიც მე ყოველთვის 100 მეგონა, სულაც არ ყოფილა ტე. ეს არის ელექტროძრავის ჭრილი. მართლა, არასოდეს დაფიქრებულ ხართ ტესლას 4 მოდელიდან. სამს რატო ქვია 100-ს სახელი, მოდელ S, მოდელ X, მოდელ Y, ხოლო მეოთხეს უბრალოდ მოდელ 3. თურმე ილონ მასკს უნდოდა რომ ამ მანქანებს რო დაალაგებდი, სიტყვა სექსი გამოსულიყო, თუმცა მოდელ E ვერ დაარქვა, ვინაიდან ასეთი მოდელი Ford-ს ჰქონდა და გიჩიულებდო იცოდეო. ხო და მოუწია მოდელ 3-ის დარქმევა. Infinity-ის ლოგო ყოფილა ჰორიზონტისკენ მიმავალი გზა. Citroen-ის ლოგო კი თურმე კბილანები ყოფილა. ეს იმის საპატივსაცემლოდ არის, რომ თავის დროზე Citroen-ის დამაარსებელი კბილანებს უშვებდა, რამაც იმხელა შემოსავალი მოუტანა, რომ ავტომობილების წარმოებაზე გადავიდა. Acura-ს ლოგო მე ყოველთვის ამეგონა, თუმცა სინამდვილეში შტანგენფარგალი ყოფილა, რაც სიზუსტის სიმბოლოა. Nissan-ის ლოგო, რომელზეც უბრალოდ Nissan წერია და უკან წრე აქვს, თავის დროზე უკან ეს წრე იყო წითელი, რაც იაპონურ დროშაზე მიუთითებდა. Subaru-ს ლოგოზე გამოსახულია კუროს თანავარსკვლავედი. ეს იმის აღსანიშნავად არის გაკეთებული, რომ თავის დროზე 6 იაპონური კომპანია გაერთიანდა და შექმნეს ერთი დიდი ვარსკვლავი. და მათ ლოგოზეც სწორედ ეს არის გამოსახული. 5 პატარა ვარსკვლავი და ერთი დიდი. ეს რას მაგონებს იცი, აი ჰოროსკოპში გადავარდნილი გოგოები რო არიან ხოლმე და რაღაც ტატუები რო აქვს და ყველაფერი, ყველა ტატუს რო თავისი ახსნა აქვს და ეს მე ვარ, ეს დედა, ეს ჩემი ძმა, ეს ჩემი და ეს ერთი დიდი ვარსკვლავი, ჩვენი დიდი ოჯახი არის. შენი ტატუ რას ნიშნავს? რავი. ზოლებია პროსტა. თვალზე გავიგეთ. Audi-s 4 რგოლი. Audi-s 4 რგოლის ისტორია ძალიან გავს Subaru-s 5 ვარსკვლავის ისტორიას. ამ შემთხვევაში 4 კომპანია გაერთიანდა და 4 რგოლი სწორედ ამ 4 კომპანიის ერთობას წარმოადგენს. Volvo-s სიმბოლო ალქიმიაში, ანუ ძველად ალქიმიკოსები რო იყვნენ, რკინის ალქიმიური სიმბოლო ყოფილა. Mitsubishi-s სიმბოლო თავად სიტყვაშივე იმალება, თურმე Mitsu იაპონურად ნიშნავს სამს, Bishi კიდევ ბრილიანტს. მაგრამ კიდევ რაღაცა წყლის წაბლი ყოფილა, წყლის წაბლის ფოთოლი. მოკლედ ამ წყლის წაბლის ფოთოლი გავს რომბს, ანუ ბრილიანტს და იაპონურად ესეც სამ ბრილიანტს ნიშნავს ამათი ლოგო. და ბოლოს რადგან ამ სამ ქიმიანებზე ვლაპარაკობთ, უნდა აღვნიშნოთ Dodge-ის ახალი სიმბოლო, რომელიც მან ძველი იყო და დააბრუნა. იგი მას იყენებდა 60-იან წლებში და როცა დიზაინერს კითხეს, რომ რას ნიშნავს ეს ლოგო, მან ესე თქვა, ფაცოგი არისო ეს. ფაცოგი რას ნიშნავს, თავადაც არ იცოდა, ესე მოიგონა სიტყვა და მოდი ესე იყო. თუმცა ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია Dodge-ის მეორე სიმბოლო, რომელიც უფრო დიდხანს ჰქონდა და ამით მივადგებით ლოგოების მომდევნო კატეგორიას, რაც არის ცხოველები. ცხოველების კატეგორიაში ხშირ შემთხვევაში ლოგო პირდაპირ გამოსახავს ამ ავტომწარმოებლის სახელს. იაგუარია, Dodge Ram-ი, Ram-ი ინგლისურად ვერც ნიშნავს და ვერძი იყო. კიდე არის ესეთი ბრენდი Eagle, რომელიც არწივს ნიშნავს და ამათაც არწივი ახატიათ. Saab, რომელზეც გამოსახულია მითიური არსება გრიფონი. ეს არის ნახევრად ლომი და ნახევრად არწივი.
Saab Griffons იყენებს, იმიტომ რომ Griffon-ი გამოსახულია Scania-s ოლქის გერბზე. Scania არის ის ადგილი, სადაც Saab-ი დაარსდა. Koenigsegg-ის ლოგო ეფუძნება ყურადღებით მისი დამაარსებლის ქრისტიან კოენიგსეგის საგვარეულო გერბს, რომელიც შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მის ავტომობილებზე ასევე გვხვდება მოჩვენების სიმბოლო. ეს მოჩვენება შვედური გამანადგურებლების თვითმფრინავის ესკადრილია იყო, რომელთა მიტოვებული საჰაერო ბაზა და ანგარები შემდეგ კოენიგსეგმა იყიდა და თავის მანქანების ქარხანად გადააკეთა. კადილაკის ლოგო ეფუძნება ანტუან დე ლა მოთ კადილაკის საგვარეულო გერბს, რომელიც ითვლება ქალაქ დეტროიტის დამაარსებლად, სადაც კადილაკი იწარმოებოდა. აბარტის ლოგოზე გამოსახულია, როგორც ვიცით, მორიელი, წითელ და ყვითელ ფონზე. ყვითელი ფერი არის ქალაქ მორენოს ფერი, საიდანაც ეს კალა აბარტი არის წარმოშობით. წითელი ფერი არის იმის სიმბოლოდ, რომ ყველა იტალიური მანქანა წითელი ფერის არის, რომელიც საერთაშორისო რბოლებზე გადის და მორიელი, აბა გამოიცანეთ რატო მორიელი? იმიტომ რომ დიახ, კალა აბარტი ჰოროსკოპით მორიელი. რაღაცა ძალიან ბევრი ადამიანი თურმე აფრენს ამ ჰოროსკოპზე და არ ვიცოდი. Peugeot-s ლომი აღებული ყოფილა Franche-Comté-s რეგიონიდან, სადაც Peugeot დაარსებულა. და ბოლოს გვაქვს Alfa Romeo, სადაც წითელი ჯვარია გამოსახული თეთრ ფონზე, რაც მილანის დროშა ყოფილა, ხოლო მეორე მხარეს არის მწვანე კაციჭამია გველი, რომელიც მილანის გერბი ყოფილა.